აჰა, დავბრუნდი. მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი დიდი ხანია ვიდეო აღარ გადამიღია. ამას გარკვეული მიზეზები ქონდა. დღეს კარგი მომენტი მომეცა, ესე იგი გამოვიდით ეხა ჩვენ პიპიასთან, ლურჯასთან და გასაკეთებელი გვაქვს ბევრი რაღაცა. დიდი ხანია დგას. ეს დაახლოებით ერთ თვის განმავლობაში არც გამიყვანია ხშირად და არც არაფერი არ გამიკეთებია და ბევრი რაღაც დაგროვდა გასაკეთებელი. ამიტომ ეხლა განახებთ რამოდენიმე რაღაცას, რაც უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ის მაქვს ნაყიდი, საქარემილის საწმენდი მაქვს ნაყიდი, მაგას გამოვცვლით. ვიდეოში განახებთ ბამპერი მოვხსენით, ასევე მეზოში შევაყენეთ მანქანა და მედას უკან მოვხსენით, იმიტომ რომ უკანა ბუბლიკი როგორც იცით გატეხილი იყო და უნდა შევაკეთო ეს რა ობობის ქსელები იქნება. ხო, ну მოკლედ უკან ხედავთ როგორი სიტუაცია არის. ეს მანქანა შეღებილი არის, მე რამდენად ვიცი და თან სხვათა შორის ფუნდამენტალურად არის შეღებილი, იმიტომ რომ აშკარად მოხსნილზე შეღებეს, ანუ ბამპერ მოხსნილზე შეღებეს. ესე გამოიყურება ჩვენი ეშკა ჯერჯერობით. ეხლა უნდა გამოვიტანოთ ბუბლიკი, უნდა ჩავდო მანქანაში. შემდეგ მაგას რომ მანქანაში ჩავდებთ, ასევე მაჩვენებელთა დაფას აღარ მინათებს და მაგისათვის ეს პატარა ნაწილი არსებობს. ეს არის შუქის რეგულატორი, რომელიც მაჩვენებელთა დაფაზე ყენდება. აუ ეს ბლედ. აბიგა. ეს არის რეგულატორი, რომელიც მაჩვენებელთა დაფაზე ყენდება, მაგ განახებთ ახლა. აი როგორც ხედავთ, აი ეს არის სინათლის მარეგულირებელი, ან ეს არის ზუსტად არ მახსოვს და ასე ტრიალით შეიძლება სინათლე დარეგულირდეს. ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც ეს მინათებს და არც ღილაკები არ მინათებს. ეს ნახეთ როგორც ხედავთ, ჩემით გავაკეთებ ორ მანქანით, მაგრამ ძალიან ცუდად გავამივიდა. ამას მე რამის უშველით, მეორეც მაქვს, რომელსაც იდეალურად აქვს ესენი და იმას შევაღებინებთ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეხა კაია რა. მაგას გავაკეთებთ და კიდე რამოდენიმე რაღაცა გვიქნება, ეხა ბენზინი უნდა ჩავასხათ. მე მანქანის გარეცხაც მინდა, იქნება გავრეცხოთ კიდევაც რომ ლამაზად იყოს. ნახეთ აი ხარი გატეხილი. ხო და ეხა თხილად უნდა შევდოთ რამენაირად ისე, რომ არ გავტეხოთ. ისე არ გამოვა. არ გატყდე ხო? ხო, არ გატყდე. ეხა ეს მაიოთ. всё. სულ დაისწრება სკამი, მაგრამ ეგ არაფერი. აუ თან ზეთი აკლია მაგრად და ზეთის დამატებაც მინდა, მაგრამ სანამ ეხა წავალთ, იქამდე უცბად მოვხსნათ პრიბორი და დავუყენოთ აი ეს. აი პირველი უნდა ჩავხსნათ ტროსი. აქედან არ ჩანს და ეს ტროსი არის ყველაზე ტვინის ბურღი 124-ის პრიბორში რაც არის. და ესე იგი ეს არის როგორც გითხარით შუქის მარეგულირებელი, რომელიც აყენია უკან. და ასევე ეგ თუ გაწყდა, აი ნახეთ ეს ცველის მექანიზმს ასრულებს ეს აქ. 20 ლარი ღირს სხვათა შორის ეს ნაწილი, ამიტომ მოუფრთხილდით. ეგ თუ გაწყდა, მე აღარ ანთებს საერთოდ შუქს. ეხა ტროსი უნდა დაუშვათ. აჰა, ტროსი დაუშვით. ეს ყველაზე ძალიან რაც იჭერს, ეს არის, რომელიც სიჩქარეს ითვლის, სპიდომეტრის უბრალოდ. სპიდომეტრის ტროსია, ეს კომპაქტი, მაგარი კომპაქტი იყო. აი, ტროსი მოხსნილია, ცოტა უფრო გამოვიდა აქეთკენ. ეხა უნდა ახსნათ ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ რომ უნდა გამოვიღოთ პრიბორი, ეგრეთ წოდებული მაჩვენებელთა დაფა და შემდეგ ისე უნდა გამოვიცვალოთ ეგ ნაწილი. ცა. რა კაი იყო ეზოში რომ შევიყვანე მანქანა. არავინ არ მოწუხებდა. ეხა მაგარი ვიცი მე. რა კაი ამბები ხდება აქ. ეს მინდა. აჰა. ძლივს. აი ჩვენი მაჩვენებელთა დაფა. ახლა რომელ ნაწილსაც ვიძახდი, არის ეს, რომელსაც არ აუშვია. იმის გამო ვიყიდე ეს ნაწილი, რომ მე მეგონა ეს იყო გამწყდარი. კონტაქტი მაინც აქვს, გამწყდარი ბოლომდე არ არის. ეს არის მცველი. ეს მცველი არის პასუხისმგებელი სალონის განათებაზე. ანუ რამოდენიმე მცველი აქვს სალონის განათებას, ერთ-ერთი არის ეს. შიგნით როგორც ხედავთ, აი სპილენძი, არ ვიცი ხა GoPro-ს კამერაში რამდენად ჩანს, კავშირი ბოლომდე აქვს. ეს მაინც გამოუცვალოთ, იმიტომ რომ მაინც ცუდ მდგომარეობაში არის. ესე იგი დიათ არც ყოფილა ეს დაჭერილი. აჰა. ეს არის ახალი, ეს არის ძველი. ახეთ ეს ჩემი ნაჩალი ჩარი არის, რომელიც კარგად ვერ გავაკეთე. კაი, დავაყენოთ ახლა.
ეს არის მეგობრებო, ნახეთ, თავარი განათებები, მაჩვენებელთა დაფის. აქ აყენია 5 ვოლტიანი, რომელიც უფრო კარგად ანათებს, თქვენს გირჩევთ დააყენოთ. ხა ეჭვი მაქვს, რომ წინ მცველები რომლებიც არის, ისინი გაფუჭდა. ეს გადაიწვება და რომელიმე, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ინსტრუმენტ მესამე. კაი არის მესამე, თო. და კი თუ ვინმე მიცით დამიკომენტარეთ, როდესაც ზამოკს ხსნი, აი ეს რეზერვუარში წყლის მაჩვენებელი თუ ინთება ხოლმე თქვენთან, ვისაც ყავთ 124-ები, დამიკომენტარეთ, იმიტომ რომ ჩემთან არ ანთებს და არ ვიცი ზუსტად სხვა ვიდეოებში ნანახი მაქვს, რომ არ უნთებს ხოლმე, როცა ზამოკს ხსნი. ეს მიდის აქ, ეს მიდის აქ, ეს მიდის აქ, ეს მიდის აქ და არ დაგვაიწყდეს ნათურების შელაგება ისე. ეხლა უნდა დავველოდოთ მეგობრებო, რომელიც ჩაქრება და ის გამოვა ABS-ის. აი ეს ჩაქრა, ეს არის ესე იგი ეს ABS. და ტროსი დაგვჭირდა შესაერთებელი, ხო წესით მარტო. ეხლა ყველაზე დიდი ტვინის ბურღი რაც არის ტროსის დაერთება. ტროსი უნდა დავაერთოთ აქ. აბა, წესით გადავუჭირეთ მეგობრებო, რა ვიცი. ეს გვიან რატო ანთებს? კაი, ეს ამუშავდა, ეს ამუშავდა, ეს ამუშავდა. ერთ-ერთი ხა სპიდომეტრი იქნება სანახავი ამუშავდა თუ არა რა. კაი, ბევრი არაფერი არ დაგვრჩენია. გარეთ რამე ხო არ დამჩა ერთი ვნახოთ. კი, ბაგაჟნიკი. კიდე საბარგული უფრო სწორად. დღეს მეგობრებო არავინ არ მყავს, მარტოდ ვარ. ამიტომ ვეცდები GoPro-თი გესაუბროთ. და იმედია არ მიწყენთ, რადგან GoPro-თი იქნება კადრები. ცოტა ჭუჭყიანი კი არა, საკმაოდ ჭუჭყიანი აქაურობა, ძალიან დიდი ხანია ყურადღება არ მიმიქცევია და ძალიან ნანობ. პირველ რიგში ახლა მივდივართ და ვასხავთ ბენზინს და ძალიან დიდი საცობი არის. ასევე საბურავის წნევაც მაქვს შესამოწმებელი, იმიტომ რომ დიდი ხანია არ შემიმოწმებია. ყველაფერი ხო დაკეტილი არის, კი, აბსოლუტურად. აი, შო, გეყო, ისეც ურევს რა. მეგობრებო, აყენია E39, იქ როგორც ხედავთ, ვინც ჩემთან ახლოს ცხოვრობთ და ვინც ხედავთ ხოლმე მაგმანქანას, გაგკვირდებოდათ ალბათ, იმიტომ რომ ერთი 3 თვეზე მეტია აქ დგას და აუცილებლად შემოგთავაზებთ მაგაზე ერთ კაი ვიდეოს რა. ანუ ეგ მანქანა არის მოსახოდი. რამოდენიმე რაღაც სჭირდება იმისათვის, რომ უკვე ბოლომდე ფორმაში მოვიდეს. ანუ მანქანა არის ძალიან სვეჟი. 140.000-მდე აქვს, მაქსიმუმ 150.000-მდე აქვს, რაც მე მახსოვს ბოლოს გარბენი. და სპიდომეტრი მუშაობს, მეგობრებო, რაც თავარია, სპიდომეტრი დავაერთეთ. არის 2-დან 8 ერთვანუსიანი ძრავი M52 კოდით და არის აი ძალიან სვეჟი, ქარხნულ საღებავზე არის თავიდან ბოლომდე ერთ-ერთი წინა ბამპერი არის გამოცვლილი, რადგან ალბათ გახსოვთ ჩემს ვიდეოში დაუმტვრიე ეს, ანუ დილით დახვდა უცბად დალეწილი, რასაც ქვია წინა ბამპერი. სამწუხარო ფაქტი მოხდა და არც არავინ ნომერი არ დატოვა და არც არავინ არ შეიწუხა ზედმეტად კი თავი, ანუ ბოდიში მაინც რომ მოიხადათ. და მოკლედ, ესე იგი წინა ბამპერი არის ერთ-ერთი შეღებილი. ასევე დაჭირდება უკანა ბამპერის შეღება, იმიტომ რომ უკანა ბამპერზე დაზიანება მიაყენეს, ძალიან დიდი. ანუ გატეხილი არის ბევრ ადგილას და უკვე გამოცვალა ის რაღაც ნაწილები, რომელიც გატეხილი იყო, მაგრამ თავიდან არის გასაკეთებელი. გამარჯობა, 10 ლიტრი პრემიუმი მინდა. აი, როგორც ხედავთ მეგობრებო, ანთებს, შუქებს, გამოსწორდა, ესე იგი ეგ პრობლემა, იმედია აღარ დაემართება კიდე. ხო, ეს შუბლი ჩამიწითლა იმენა GoPro-მ. თან კი დაჟდა მგონი, რავი, ითიშება თავისით რა და. ახლა ტელეფონითაც შემოგთავაზებთ რა. ელიავაზე უნდა მოვნახოთ პლასმასის ხელოსანი, რომელიც მუშაობს პლასმასზე და გაგვიკეთებს ამ ჩვენს ბამპერს. უბრალოდ უნდა გაამთელოს, მეტი არაფერი. კიდე რამოდენიმე ადგილას აქვს ბზარი და ეს ბზარებიც უნდა გაამთელოს. და კიდე ასევე სხვათა შორის მაქვს შესახები წინა მარჯვენა სარკე. მოკლედ კიდე მეგობრებო, ისი თქვა მინდოდა რა. ძალიან გვიანდებ უკვე ვიდეოს, დიდი ხანი გავიდა, როგორც გითხარით, ფიზიკურად არ მქონდა საშუალება და შესაძლებლობა რომ გადამეღო. გილოცავთ ახალ წელს უკვე 2026 დადგა ლამის. თან ჩამეშალა რამოდენიმე ვიდეო. ერთი ვიდეო მინდოდა გადამეღო ერთმა ჩვენმა გამომწერმა და მაყურებელმა მომწერა, რომ სახელოსნო გვაქვს, სადაც G-კლასებს ვაკეთებთო. ძალიან საინტერესო სახელოსნო აქვს მართლაც. ნაღდი 63-ია თუ არა? დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში. ნაღდია თუ არ არის? ხო და ეგ სამწუხაროდ ვერ გამოვიდა.
შემდეგ მინდოდა გადამიღო 126-ის მიმოხილვა ჩვენი მეგობრის საბასი მოკითხვა საბა. და ეგეც ფიზიკურად ვერ მოხერხდა, გარკვეულ პრობლემიდან გამომდინარე. ამიტომ ეხლა დავიწყოთ ამ ვიდეოთი ისევ ეს წელი. მეგობრებო, მინდა გისურვოთ წარმატებული წელი. ხო, და შემდეგ გადავიღებ 126-ის მიმოხილვის ვიდეოს, მეგობრებო. კიდე 39-ზე წეღარო ვიძახდი, აუცილებლად შემოგთავაზებთ ერთ ვიდეოს, სადაც დავიწყებთ რაღაცების გაკეთებას, ანუ ზეთები გაზდის რაღაც ადგილებიდან და შეკეთება ჭირდება, ასევე საბურავი გახეთქილი არის უკანა მარჯვენა, მაგით ვაყენია ჩემთან. მაგასაც გავაკეთებ. შემდეგ ვეცდებით რომ კლოდს გავაკეთოთ ერთ ვიდეოში რომ ჩავსვათ, ნუ არ ვიცი ეგრამდეათ მოხერხდება, მაგრამ მოკლედ რაღაცა კაი მოხდვის ვიდეოს შემოგთავაზებთ აუცილებლად, მეგობრებო. ამიტომ რო არ გამოტოვოთ 39-ზე კარგი ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო. რომ მეტ ადამიანს შეხვდეს და მეტმა ადამიანმა გამოიწეროს და უფრო ესეთი მასშტაბური პროექტები გავაკეთოთ ხოლმე. მოვედით. ეხლა უნდა მოვძებნოთ პლასმასის ხელოსანი, რომელიც გაგვიკეთებს ამას. ესე გამოიყურება ჩვენი სალონი. ეს მაკაგონები რო ერთმანეთს ცდება ვერა და ვერ გავაკეთე, მაგრამ ჯერ მაგისთვის არ გვცალია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს მანქანას ეგრო დავიკიდოთ. როდესაც ესე იგი იქნება შესაძლებლობა ეგრევე აუცილებლად უნდა შევაგდოთ მანქანა მეთუნუქესთან. სათუნუქო სამუშაოები ჩაუტაროს ჟანგებს, იმიტომ რომ ბევრი დეტალი ამოსაჭრელია და მისაკერებელი არის ამწუხაროდ. რას ვიზავთ? ეგ არის წარე რეალობა. და შემდეგ როცა ეგ ყველაფერი მოიხოდება, მე მივხედავთ ესეთ ვიზუალურ დეტალებს რა. ის გამოვცვალეთ 40 წუთში ვიქნებიო მეგობრებო პლასმასჩიკმა. წამოიქამდე ხო არ გაგვერეცხა თქო ფიქრობდით. ვიდეოს იღებ. კი ძმა, გამორჩის. სპოილერები არ მოყავს, გამორჩა. იცი ჩემი ვიდეოები? ყოველდღე რომ გავდივარ, გამოვდივარ, მე რუსთავში ხორო. გავივლი შენთან. მართლა? საითკენ, ანუ რუსთავისკენ მიდიხარ ხოლმე აქ? რუსთავში ხორო, ხო. ვა, შემოგივლი, გაიხარე. და შენ რა საქმეა რო ფაქ გასაკეთებ? ელექტრიკი ვარ, ზა. იასნა, შვენიერი. მეც ახლოს ვარ. ოღონ მე უფრო კაი მანქანა მყავს. შენ მე კოზიმინოსთან ვარ. ვა, მართლა, რასიც დიდი ხანია ყავს? 17 წელია ჩემ ოჯახშია. რას იძახი, ჩემი ეგ მაგარია. ოჯახის მანქანა ძალიან მაგრა დაძრავია. 2-0 პლიტა. პლიტა არის, ჩააყენეთ? შვენიერი. მართლა? იასნა. ფოტოა დაიწყებდა ამ თემებს. მე თავის корпуსთან გავმართეთ ეგვანთან. ვიცი, ხშირად მოუყოლია ეგეთი ისტორიები. ვა, გაიხარე მესიაუნა შენ გაცნობა. დროებით აბა და შემოვიდა. მონობლოკები რომ მოხსენდა ვიდეოში რო თქვი? გავიარე მე ისე მონობლოკები აყენე. არ მეყავს სპორტები რატო? გადავაფარებ თუ გინდა ამიერი და რომ აღარ გამოჩნდეს ხოლმე. გაიხარე. ვახჩი. აი გავრეცხოთ იმ მაგის დედაც. აქვე არის ძალიან კაი სამრეცხაო მეგობრებო. აუ როგორ მომენატრა, ამდენი ხანი არ გავამიყვანია ევენა. ნაშვები. შევაყენოთ უცბად. აი მეგობრებო, შავი სარკე. ეს ახლა გეტყვით რატო არ ჩანს ხოლმე დიდად, იმიტომ რომ როდესაც 124-ის მეორე თაობა გამოვიდა, თუ პირველი თაობა არ მახსოვსად რომელს, ქონდა შავი სარკეები, ნებისმიერი ფერის მანქანას ქონდა შავი სარკეები. და თვალი რაღაც კუთხით მიჩვეული არის, რაღაც სარკეებზე არ უყვა, იმიტომ თან ნახეთ პლასმასები არის შავები ყოველთვის. და შავი რო არის პლასმასი და მე შავი რო გადასვლას ისე უკეთებს, რომ ვაფშე არ ეთყობა, რომ სხვა ფერის ეს აყენია რა, სარკე აყენია.
GoPro-ს დაგვიждდება მეგობრებო, ეხლა ძალიან მალე და გავაგზავნებთ ტელეფონით. აუ, აქ რიგი არის? თუ რა ხდება ჩი? რიგი ველოდებით. აქედან აქ წყალი ჩავა უეჭვი. მოდი ესენი ამოვხუროთ ეხა. ამოვიქავ ამეებს. ესე გავაგზავნოთ. მოკლედ ამავს ყოჩენ თლიანად იქაურობა, უკანა ნაწილი და დამირეკა პასმაშიკმა მოვედიო არა და მითხრა 40 წუთიო, 20 წუთი წინ. მეთქი გარიცხვას მოვასწრებ თქო. ნუ მოკლედ ეგ არაფერი, მივალთ ეხა, პირიქით ჩემთვის უკეთესი არის. მივალთ ეხა, ვანახებთ, იმედია გააკეთებს. წესით არაფერი ძნელი გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ამ ბიჭმა მგონი ადრეც იმუშავა, ჩვენი გიორგის BMW-ზე 39-ზე რა და ცოტა არ გავუკეთებია და რა, ვნახოთ ეხა როგორ გააკეთებს, მივალთ და აი მეგობრებო მოვიტანეთ. გავაკეთე ეხა ამ ნაწილს. აგეც მოვეს რაღაცა პატარა ნაწილის თუ დაგეხმარება, არ ვიცი, რაც შემომჩა წამოვიდე. კიდე ეკეთკენაც არის ერთი გასამთელებელი, მგონი აქეთკენ ესეც რო იმოსქნა თუ შეიძლება. აი ზმა. ესენი გამოსკოჩეთ, მე რომ გავრიცხოთ ნორმალურად. ტურიანია რას გავს. ოტაკ ესე უფრო უკეთესე ჩანს. მეგობრებო, დამიკომენტარეთ. აი ეს თუ გასწორდებათ ცივად. ნახეთ, როგორი ჩაღვინული არის. დევით. ხო და მითხრეს რომ არ გასწორდებაო 1-2 ადგილას. ხო და რავი, თუ იცით ვინმე კარგი მეთუნუქე, აუცილებლად ნომერი დამიტოვეთ რომ გავასწორო და ამ ცხოვრასაც რამეს უშველი რა. არ ვიცი ჯერჯერობით რა უშველოთ. ცოტა მივალაგე აქაურობამ, თან ვაკეთებ. ნახოთ როგორი გამოვა. აბა ეხა შევამოწმოთ შიდა განათება სალონის. ნახოთ ის დამოვიწყდა. ეგ არის მეგობრებო, ანათებს ყველაფერი აბსოლუტურად. ნუ ამის განათებები ძალიან სუსტია, ეს არც მუშაობს, ეს ძალიან სუსტია, ესენი კარგად ანათებს, ესენი ქარხნულები არის. ესენი მე რაც ჩავაყენე ეგენი არის. ესენიც ყველაფერი ანათებს, აქ არ ანათებს, ერთ-ერთ დამოვიწყდა მაგის გაკეთება. აქ ანათებს. აქ ანათებს, იქაც ანათებს. შვენიერი ძალიან კარგი. გამოვიდა ნორმალურად. შო მორჩი ეს ხარე? აი გაკეთდა მეგობრებო, ესე იგი სად არის? ერთი ეს ნაწილი მთავარი გატეხილი სადაც იყო აღდგა. შვენიერი. შემდეგი ეს ნაწილი იყო პატარაზე ჩაბზარული, ეს წაღვადგინეთ და აქეთა კიდე ერთი ადგილი იყო ჩაბზარული, ეს წაღვადგინეთ. ნუ აღავდგინეთ რა უბრალოდ გაშკურკა და მე ამას შპაკლი გადაესმევა რა. უკეთესად. ჩავდებ ხა წავით. ეგ არის მეგობრებო, ამუშავდა ჩვენი პრიბორი, ესენიც ამუშავდა, ამდენი ხანი არ უმუშავია იმენა. ეხა გავრიცხავ და კადრებსაც განახეთ რა ლამაზ კადრებს. გარეცხილზე 1-40 წუთი მაინც უნდა დავუხარჯო, იმდენი ხანი არ გამირეცხია, ეკუთვნის. ჩოტკი საბურავი გავწვიდოთ. ახლა შვენიერი. ამოდი წამოწინ დავაყენოთ ხა. ვინც არის ძით მეგობრებო, ვინც ახალი ხართ, ეს არის 2 მოტორი. 95 წლიანი მანქანა. რომელსაც ხოდავთ. იმედია ესე არ დასრულდება, ცოტა აქ გამოვწევ. აი ახლა ჩამოვრიცხოთ წყლით.
ეხლა მეორე ეტაპი. ეხლა გადავდივართ უკვე კორპუსზე. და უკვე მესამე ფაზა ეხლა ჩამორიცხვა იქნება ყველაფრის. მოიცადეთ რომ არასდროს არ შეიხოს მანქანის საღებავს მშრალი ზედაპირი. ამიტომ დავასვენე ეხლა ეს გასამშრალებელი დილო და ისე გავამშრალოთ რა. შეიძლება ეხლა იფიქროთ რომ რა მაგარი მასტი არისო რა. სველით აპირებს გამშრალებასო, მაგრამ ნამიანი მაინც რო იყოს კარგი იქნება. ეხლა ჩავიცვი ხელთვანები, იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანი არის ის მასალაც წავუშვათ ხო საბურავი. წყალი დავიცვათ ეს და წავედით. ეხლა საბურავებთან მეტესია რომ სუფთა იყოს კუკა, მაგრამ სუფოში არ მაქვს, ამიტომ არა ვუყურებ. იშკა, ნო? კედმა. წლიანი. 95. შეშტოდეოს და გავყავდა, ვიდეო. არა, ეს პასვარტო. რავი პლიტა. პლიტა 2 და 2 პლიტა არის რა. კომუტატორიანი. არა, ეს არის 25-იანი. აიმორიანი და 22-იანი. ევასება ეგოა ძველი. ძველოში ვარ გადავარდნილი სულ რა. აჰა. კიდე მინდა ესეთის ფუტბოლი. ეხავს სემსოდი, გაროჩე ძველი. ხო, 38? არა, მე 63-იანი. 65. ხო, 62. აი მანქანა. აია, ეგ ვიზა ჩემაც იყია და გაუნდგარი მანქანები არის ეგ, როგორია? მუშაობს. რა დროზე ხარ? მაგია 3.6 იაპონურია. ვა. ისე 4 და 4-ვიცაა. კი, 4 და 745 არის, მონი 4 და 4. ეს
BMW ამოვასწავ მათთან Mercedes-ი მოყავდა სულ გერმანიაში. თან ჩაიჩოვდა, ახლა დავანებთ. მაგრამ ეს ძველი მაგრებია. ჯერ ახლებზე გაგაცინე მუშაობ. ჯერ ახლებზე, აუჩეს ელექტროპომპების დატანჯულია ხალხი. ძმას, ჩემ მეგობარს და მის ძმას ორივეს 38-ები ყავს, ცოტები. 4 და 4-ები ეგენი, რა ვიცი, მაგრამ ლეგენდარული მოდელები არის. შოდი მაგრამ, ოძი ხავ ვემძრო. ოშია. ეს მაგარია, ეს ამას ესენი ყავს განაღიდი 2006-ში, შუჩი 12-13 ესენი. მაშინ თემა იყო, აბა ეხლა ახალი იყო. მაშინ C-კლასი მინა გიჟი იყო და ესენი იყო 10 ნაკლები ვერ იგი 14. ხო, რა. აი ხო, ამათო. აი ხარი. გავარეცხეთ მეგობრებო, გავაპრიალეთ როგორც ხედავთ. ეხლა ერთ-ერთი რაც დაგვრჩა უკანა ბამპერთან დაკავშირებით. აი რომ მოვძებნოთ კარგი მალი არის, რომელსაც მივუტანთ ამ უკანა ბუბლიქს, ეგრეთ წოდებულს და ასევე დავუტოვებთ ჩვენ მარჯვენა სარკეს, რომ გააკეთოს ორივე ბარემ, ორივე შეღებას ლურჯად, თუმცა კარგი მალი არის მინდა რა და. თუ იცით მეგობრებო, ვინმე კარგი ისეთი მღებავი გულით რო აკეთებთ საქმესთან წერები და იქ მთელი ქვეწარმავლების მოდგმა რო არ იყოს საღებავში გაჭედილი, ეგრე რომ მუშაობდეს. აუცილებლად დამიკომენტარეთ, დამიწერეთ ნომერი, სად მდებარეობს. ვთქვათ გავაკეთებინებ რა უკვე, იმიტომ რომ აწყობა მინდა მანქანის ბოლომდე რა. ანუ ბოლომდე რო აწყობილი იყო გარე ვიზუალი, შიდა ვიზუალს მაკაგონი აკდა. ეხლა შიდა ვიზუალი რო აწყობილი არის, გარე ვიზუალი დაიშალა, მოკლედ რა. ეხლა უცებ ესეთი იდეა მომივიდა. ეხლა ჩავალაგებთ, დავიძრებით. სახში მივგაზავ და საბარგულს დავალაგებ, უკეთესი იქნება, აი განახეთ, ეხლა ნახეთ რას გავს. საბარგულს მივალაგებ, ამიებს სახში შევიტან, იმიტომ რომ ჯეჯირობით არ მჭირდება, ასევე დომკრატი დამაქვს ხოლმე ჩემთან ერთად და ვფიქრობ, რომ ეგეც არ გამჭირდება ცოტა ხანი. ნახეთ როგორი სიბინძური არის აქ ამის ამოწმენდა მინდა. ამიტომ ხა წავედით, მივაყენოთ სახთან ესენი. დავშალოთ ყველაფერი და მერე საღამოს შეიძლება სადმე ბიჭებთან გავიდე, მანქანებით შევიკრიბოთ ცოტა ხნით. იმდენი ხანი არ გავსულა, რომ რა ვიცი, დამბავიწლა უკვე ჩემ მეგობრებს რა მანქანები ყავთ. მეგობრებო, ნახეთ რა მაგარ მანქანაში ვზივარ. ესე იგი მეგობრებო, ეხლა ვზივართ E-33 კაილანში, წელიწმაო 96. 2 და 5 ტურბო. აყენია არაქარხული ტურბო, ხო? Ясно. და რამდენი მილიმეტრიანი ტურბო არის ბრატ, თუ იცი თუ? აჰა, ოკეი. ბუსტი რამდენი გვაქვს, ხო არის? 1 ბარი. 1 ბარი. და ყოფნის გიჟივით. ცხენი ხომ არის? თუ არ მდგახარ? 350 ალბათ. 350 ცხენი, ხო? აჰა, შვენიერი, ძალიან კარგი. ძალიან სვეჟი გარიდანაც განახეთ, ეხლა მეგობრებო, გადავრეცხავთ, გადავალებთ წყალს და იქიდან დაგიბრუნდები. აი მეგობრებო, ეს არის E-33 96 წლიანი 2 და 5 ტურბო. ძალიან სვეჟ ვიცე. დისკები ეს T37-ებია, თუ რა არის? სვეჟი მანქანა, იყიდება მეგობრებო 30-ში ევროში. დაუწყმელი. სულ ქართლულია მეგობრებო, სულ თავის ქართულ საბურავებზე. მეგობრებო, ესე იგი მე და ზუკა მოვედით სავარჯიშოთ. ეს გეკეთდება ისევაც, მანქანა რაღაცები. ჩამოვიდით პარკინგზე და ჯერ დავიწყოთ საინტერესო პარკინგის ადგილს, რა თქმა უნდა, არ იმას ვიზავთ, გავამხელთ სად არის ტერიტორიულად. ეს არის C36 ძალიან კაი დისკებზე, ეს არის RS6 მეგობრებო, დაწერეთ რა მოდელი არის. მე ვფიქრობ, რომ B7 არის რა, არ ვიცი ზუსტად. დაწერეთ მეგობრებო, რა ნომერი არის, ნამდვილი RS არის, იმიტომ რომ წინ დაფოლი ტიაპონები თან ისეთ ნომრებზე არის რა. აუ, ამას ვინ გააბაჟებენ? გააბაჟებენ ამას რა ვიცი. რამდენი წელი? B6, ხო, B6. რომელ წლიანია მაგეც ნახე ბარემ. და ბოლოში მეგობრებო, ნახეთ, ყველაზე გემრიელი ლუკმა უნდა განახოთ. ესე მოვდივარ, მე მგონა E280 აყენია თქვა, ანუ E320 იქნება მაქსიმუმ თქვა და ზუკა მე მგონა E500-ია გადაობით და ახოს რომ მოვიდით მართლა E500 ყოფილა. ვალჭუკი მეგობრებო, რესტაილინგი, ეს წესით ლიმიტედი უნდა იყოს, იმიტომ დისკები ნახეთ როგორი უყენია, ეს არის 17-იანი ალუმინის დისკები.
ეს არის უკვე აუ ნახე ძალიან გამბირილია წინაკრილოვე ძალიან დიდია აუ ნახეთ მეგობრებო უბრალოდ რა მაგარი არის აქ დგას და წნილდება ეს არის ბაჩუკის შეცვლილი არის მეგობრებო უკანა ეს არის მეგობრებო AMG-ის მაყუჩის თავები და რა ვიცი რა ესე შემოგთავაზეთ მეგობრებო ხო ეს შემოგთავაზეთ ბიჭო ყველა 500 ეგრე ქონდა სხვათა შორის იმიტომ რომ გაბერილი კრილო რო არის ყველა 500 აქვს მოკლე ბუბლიკიანი აქვს ეს მეგობრებო ეს სხვათა შორის ვინც არიცით ეს უკანა ბამპერი არ წავა ჩვეულებრივი 124-ის იმაზე რა ქვია კორპუსზე იმიტომ რომ ბევრად განიერი არის ეს აი როგორც ხედავთ ეს არის სიგნალიზაციის სისტემა და ასევე გასაღების პულტის სისტემა ან კატები დადიან აქ თუ რა ხდება შენ და ესეთი ამბავი არის ძალიან გაბერილი ამბავი ესეთი რომ ყავს ცხოვრებაში აღარაფერი აღარ გინდა რა მეტი რა ეგ ამოჩა აკეთკენ ეს C36 ეს პროსტა რატომ წნილდება აზრი არ ვარ ესეც აი ხათ შუის თუ გახსოვთ მეგობრებო 3 და 6 AMG ძრავის ჩადება რომ მინდოდა ზუსტად აი ესეთი მანქანიდან იყო ამოღებული ის ძრავიც C36-დან იყო ამოღებული კი თერ ჩავს მაგარია ანა აკეთკენ ეს RS6 ძალიან მომეწონა რაღაც ამ ბოლო დროს დავუმუღამე აუდის და რა ვიცი კი ამასაც რამ ხელაზე დაბერილი ვერ ვაკომ ეს რომელი არის 222-ის არა 221-ის ეს რა CL არის 221-ის კი ესეც მამაზი Porsche Carrera 4S-ი ეს არის ეს რა სიძახი ეს რო იმენა იმას ჩამოვიდეთ არსაიდან გავიჩიტეთ როგორც ვიდეოები შეხვედრე ბიჭო პირველად ხედავ ამას კი რა მაგარია რალის მოდიფიკაციით ეს არის Alfa Romeo რა მოდელია 155 ძრავი არ უწერი ვა ორი მაყუჩი უკან რა მაგარია ძალიან ლამაზი ძრავია შეიძლება კი შეიძლება მაგის შუქიც აგვინთო მადლობა გაიხარე არა მაგარ ვიძე არის დოროს სახე და აქეთკენ დაღლილი პიცოტი ვიმენა დაღლილი არის მაგარი ვიდეო არ ჩერდება გრძელდება არ ჩერდება 850 რა სიძახე აუ შუქი რა კარგი ნაცრისფერი სალონით აუ იდეალურია ბიჭო რა კარგია პარალელები როგორ უხდება ნაცრისფერი ტყავის სალონი აქვს ეს ჩემი საყვარელი იმ ტექნიკის საჭე V12 აუ რა მაგარია მეგობრებო ამაში დევს M73 B54 როგორც იცით კიდე რაღაცეები დგას აუ ეს საღო ამას გვერდზე უნდა იდგეს 124 ჩემი აზრით მოუხდება მაგას ორივე თვითმფრინავი